და როგორი იყო პარტიების წინა საარჩევნო აქტივობა დღეს. არჩევნებამდე 17 დღით ადრე მოსახლეობასთან შეხვედრები და საარჩევნო პროგრამების პრეზენტაციები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. ლიკა გადახაბაძე ესწრებოდა პოლიტიკური პარტიების შეხვედრებს ამ მომრჩევლებთან. დეტალები მის რეპორტაჟში. ჩვენ განვაგრძობთ გამოშვებას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი დიასამიძე, მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატ მირდად ქამადაძესთან ერთად თამარის დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერ აბურჯანიების ოჯახს ეწვია. მერობის კანდიდატი მათ პრობლემებზე ესაუბრა და გამარჯვების შემთხვევაში მის მოგვარებას დაპირდა. ამას ქართულ ოჯახში იმისთვის, რომ ადამიანებს გავაცნოთ ჩვენი კონკრეტული შეთავაზებები. დღევანდელი ჩვენი თვითმმართველობის შესაძლებლობებს, რაც შეეხება. ხო, იგივე 20 ლარიანი დანამატი პენსიაზე, 100 ლარიანი ვაუჩერი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. ის რომ ამ უბანში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი პრობლემა არის ეს ბარაკები და დგას გვერდზე ორი დამთავრებული კორპუსი და წელიწადნახევარია მთავრობას ვერ გადაუწყვეტია ბოლოს და ბოლოს ვინმე შეიყვანა. წინა საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს ხალხის პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი. ჯუმბერ თავართქილაძე დღეს ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობის მოვაჭრეებს შეხვდა. მათი თქმით, მთავარ პრობლემას სალარო აპარატები წარმოადგენს. ისინი ფიქსირებული გადასახადის დაწესებას მოითხოვენ. ვაპირებ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში შევაგრო 30,000 ხელმოწერა და გავაკეთო ინიცირება პარლამენტში 6 კანონპროექტის. ერთ-ერთი კანონპროექტი მოგეხსენებათ ის არის, რომ საქართველოში მცირე მეწარმეთა გადახდა უნდა მოხდეს ფიქსირებულად. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ეს ადამიანები ამოისუნთქავენ და მათ ყოველდღიური შიში არ იქნება ერმაკოვი და მისნაირები ვეღარ დააჯარიმებენ ამ ადამიანს. მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს არასაპარლამენტო ოპოზიცია კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი ზურა თავბერიძე. დღეს ის 9 მარტის ქუჩაზე მცხოვრებლებს შეხვდა, ადგილობრივებს წინა საარჩევნო პროგრამა გააცნო. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მოსახლეობა უნდა იცოდეს, ვინ ყავს კონკრეტულ უბანში მაჟორიტარი და მაჟორიტარსა და ასე ვთქვათ, მოსახლეობის შორის უნდა იყოს მუდმივი დიალოგი. მუდმივად უნდა იყოს პრობლემებზე საუბარი და რა თქმა უნდა, სახელდაგვარი რაც წლების განმავლობაში იყო, ხოლმე სახელდაგვარი არ უნდა ესმოდეთ ტელევიზიებითა და ასე ვთქვათ, სხვადასხვა გადაცემების საშუალებით, ხო, სადაც მაჟორიტარები ჩანან და უბრალოდ არ არიან უბანში კონკრეტულად დღეს. ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ბათუმის პარტიული სიის პირველი ნომერი მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად დღეს გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და გამარჯვების შემთხვევაში მის მოგვარებას დაპირდა. გაზიფიცირების საკითხი არ არის ბოლომდე მოგვარებული და მე მგონი ეს არა ისეთი ძნელად მოსაგვარებელი საკითხი და ჩვენ ყოველ მხრივ შეძლებთ რომ მოსახლეობას დავეხმაროთ, თუნდაც შეღავათიანად რაღაცა გარკვეული პერიოდი მივცეთ იმისა და სესხების აღებაში დავეხმაროთ უპროცენტო სესხები შეიძლება და არ არის მე მგონი ეს ძალიან რთული გადასაწყვეტი. წინა საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 1 დღით ადრე 14 ივნისს დასრულდება.